მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის ჩვენი პირველი ვლოგი, რომელიც კატმანდუში მოგზაურობისას გადავიღეთ. რამდენიმე თვის წინ ჩვენმა ნეპალებმა მეგობრებმა დაგვპატიჟეს ქორწილში. ჩვენც რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით დავთანხმდით ამ მოწვევას და აპრილში წამოვედით ამ დაუვიწყარ მოგზაურობაში. ვაშინგტონიდან გავფრინდით დოჰაში და დოჰადან პირდაპირ კატმანდუში. აეროპორტში დაგვხვდნენ ჩვენი მეგობრები სუში და დიპაკი და ერთად გავეშურეთ ჩვენი ლოკალური სასტუმროსკენ. ამაში ძალიან გაგვიმართლა, რადგან კატმანდუში არსებული გადატვირთული გზების და საცობების გამო აეროპორტში ტაქსის გამოძახება ჭირს. განსაკუთრებით მოგვეწონა ჩვენი სასტუმროს სახურავზე არსებული ბაღი ტერასა, რომელიც სავსე იყო სხვადასხვა ქოთნის მცენარეებით, ვაზიც კი ჰქონდათ დარგული. ტერასას ნამდვილად ეტყობოდა პატრონის მიერ ზრუნვისა და დიდი შრომის ჩადების შედეგი. აქ დილაობით მივირთმევდით ყავას და საღამოობით ვუსმენდით ლაივ მუსიკას, რომელიც ქუჩის ბარებიდან ამოდიოდა. ძველი მანქანების და უამრავი აქტიური მშენებლობის გამო სამწუხაროდ კატმანდუში ჰაერი ძალიან დაბინძურებულია. ამის გამო წამოსვლამდე ჩვენმა მეგობრებმა რეკომენდაცია გაგვიწიეს, რომ ნიღბებით გვემოძრავა ქალაქში. მაგრამ ჩვენ როგორც პანდემია გამოვლილ ხალხს ნიღბების დანახვაც აღარ გვინდოდა, ამიტომ უნიღბოდაც მშვენივრად გადავაადგილდებოდით ქუჩებში. თანაც გაგვიმართლა, რომ ჩვენ ჩასვლას აპრილის თვე დაემთხვა, შესაბამისად აპრილის წვიმები, რამაც ხელი შეუწყო მძიმე ნისლსა და გამონაბოლქვის სუნის გაფანვას. კატმანდუ არ არის უბრალოდ ნეპალის დედაქალაქი. ის არის ხიდი მიწასა და ზეცას შორის, განსაკუთრებით ბევრი ტურისტი კი აქ ევერესტზე სალაშქროდ ჩამოდის. შესაბამისად ქუჩების სავსეა სხვადასხვა ტრეკინგის ინვენტარის მაღაზიებით. ჩვენი სასტუმრო მდებარეობდა ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ და ტურისტებით სავსე დასახლება თამელში. თამელის უბანი ნამდვილი ტურისტული მექაა. აქ შეიძლება ერთდროულად მოხვდე იოგის სტუდიაში, ტაძარში, როკ-ბარში, სკამერების ვითომ სამხატვროში, თუმცა ამის შესახებ ცოტა მერე მოგიყვებით. მოკლედ ყველაფერი რამოდენიმე ნაბიჯშია. ჩვენი იქ ჩასვლის პირველივე დღეს მივხვდით, რომ კატმანდუში ტროტუარები და შუქნიშნები უბრალოდ მითია. აქ ყველა ერთ გზაზე დადის, ფეხით მოსიარულე მოტოციკლი, მანქანა, დაბნეული ტურისტები და ღმერთიც ალბათ ზემოდან უყურებს ამ ქაოსურ ცეკვას. ხშირად გვხვდებოდნენ ადამიანები ჩემოდნებით მოტოციკლზე და ასევე თოთო ბავშვებით. როცა თამელში მიდიხარ, უნდა იცოდე, რომ გზა ყოველასთვისაა. მოტოციკლი წამში აგივლის გვერდით, ფეხით მოსიარულეები ზიგზაგში დადიან, თითქოს ყველანი ტეტრისის ფიგურები არიან და მაინც ძირითადად არავინ არ ეჯახება აქ ერთმანეთს, მხოლოდ დრო და დრო. ნეპალში ყოფნის პირველ დღეს ჩვენი გეგმა იყო სამკერვალოში წასვლა და ქორწილისთვის ტრადიციული ნეპალური სამოსის არჩევა. საღამოს კი წინა საქორწილო კოქტეილ წვეულებაზე დასწრება. პირველივე დღეს, რა თქმა უნდა, პირველი სასაცილო ისტორიად შეგვანთქვა, რომელიც ვაღიარებ, რომ ჩემი მიამიტობის ბრალია. გზაში შეგვხვდა სტუდენტი ბიჭი, რომელიც ასე ვთქვათ აგვეკიდა. დათო ძალიან უინტერესოდ შეხვდა ამ ფაქტს, მე კი რა თქმა უნდა არ მინდოდა უხეშად მომეცილებინა. სტუმრები ვიყავით მაინც ამ ქალაქში. მოკლედ მოგვეტარა რამოდენიმე ტაძარი, მოგვიყვა საინტერესო ისტორიები და თავის შესახებაც გვიამბო, რომ სასულიერო აკადემიაში სტუდენტი იყო და ხატავდა. თავის ნახატების შეფასებაც შემოგთავაზა. მეც რა თქმა უნდა უარი ვერ ვუთხარი და გავყავით სასწავლებელში. შენობაში შესვლისას რაღაც მომენტში კი გავიფიქრე, აქედან ნახატის მაგივრად ცალით რკმელით გამოსვლა ხომ მოგვიწევდა. საბოლოოდ კი მართლა ძალიან ლამაზად შესრულებული ნახატები დავათვალიერეთ და ყიდვაც გადავწყვიტეთ. რაც მომეწონა $7 შეაფასეს, რასაც ნამდვილად არ გადავიხდით და საბოლოოდ შევჩერდით მანდალას ნახატზე, რომელიც დავითმა მინიმალურ ფასამდე ჩამოაყვანინა.
თუმცა ჩვენი ნეპალელი მეგობრების შეფასებით $50-ზე მეტი არ უნდა გადაგვეხადა კანვასის ხარისხის გამო, მაგრამ ნახატი ძალიან დეტალურად და კარგადაა შესრულებული. კომენტარებში დაწერეთ სავარაუდო თანხა, რაც ნახატში გადავიხადე. სქემერების ვითომ სასწავლებლის შემდეგ შევხვდით ჩვენს მეგობრებს და წავედით სამკერვალოში, რომ შეგვერჩია და შეგვეკერა დავითისთვის დაუსურვალი, რაც არის ნეპალის ეროვნული კოსტიუმი, რომელსაც სიძის ახლობლები ქორწილის ცერემონიაზე ირცვამენ სპეციალურ ნეპალურ ქუდთან ერთად. ჩემთვის კი ტრადიციული სარი, მიუხედავად იმისა, რომ ჰინდუ ქორწილებში წითელი პატერძლისთვისაა, ნეპალურ ქორწილში სიძის ახლობელ ქალბატონებს დრესკოდი ჰქონდათ წითელი სარი. ჩვენი მეგობრები და მათი ოჯახი ძალიან გავახარეთ ამით, რადგან ჩვენგან როგორც უცხოელებისგან არ მოელოდნენ მათი ტრადიციების და კულტურის ასე ახლო მიტანას გულთან. ამ მნიშვნელოვან დღეს მათთვის.